გამარჯობა. პატივცემულო ქოცებო, ქოცტროლებო და მათო მხარდამჭერებო. ლატენტურებო თუ პირდაპირებო. შეგიძლიათ რომ ამიხსნათ. მე შეიძლება ამას ვერ ხვდები რა. ნოდარ მეტრაკის შოუში თქვენმა ყოფილმა შემსრულებელმა ხელებსისხლიანმა ირაკლის ჯაიჭმელაშვილმა საჯაროდ მოწინააღმდეგეს გადაცა საქართველოს სამხედრო და სადაზვერვო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია. მოიძიეთ. არ არის ეს სიცრუე. ის თუ ვინ მოგცა ეს საშუალებები, ის თუ ვინ მოამზადა პირადი შემადგენლობა, რომელიც ექსპლუატაციას გაუწევდა ამ მაღალი დაკვირვებადობის და გარჩევადობის აპარატურას და ინფორმაციის შეგროვების შესახებ არის სადაზვერვო მიმართულების კონკრეტული ტექნიკა საქართველოში თურმე მეც არ ვიცოდი. და დღემდე არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს ამაზე რეაქცია, რომ მოწინააღმდეგეს მასიური საშუალებებით გადაეცა ინფორმაცია საქართველოს სადაზვერვო პოტენციალის შესახებ და არც პროკურატურა არ აკეთებს განცხადებას, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო საიდუმლოების გათქმისა და გაჟღერების შესახებ. თქვენ ამიხსენით, მე იმათ ვერ ვეკითხები ქოცებს. აი ესე ყალიბიან ქოცებს ვერ ვეკითხები და თქვენ იქნება განმიმარტოთ მე რაშია საქმე არის თუ არა ჯიგრებო თქვენ დედამოწყნულებო ეს თანამონაწილეობა შაიშმელაშვილის მიერ ჩადენილი კრიმინალის თუ რისი გეშინია შაიშმელაშვილს რამე არ ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გატანილი ისეთი რომელიც თქვენს კრიმინალურ საქმეებს გაუკეთებს პუბლიცირებას რა უნდა იყოს ახლა სპეცრაზმის საუბრები შეიძლება კონდეს გატანილი და ხალხს როგორ არბევენ და შლიან თუ რა ივანიშვილის და მის ოჯახს მაგი ვერ ჩაწერდა იქ ხო და ამისი გეშინიათ და ამით აყავხართ თქვენ შაიშმელაშვილის კომპრომეტირებული და ამიტომ ვერ აკეთებთ შესაბამისად სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს რომ სისხლის სამართლის პასუხისგება დადგეს ამ ნაბოზვრის და ეს არის სახელმწიფო და ბიჭო თქვენა გაქვთ პრეტენზია რომ თქვენ გიკავიათ ხელისუფლება ხელში და თქვენ გიკავიათ სიძლიერე და თქვენ თურმე არ შეირყევით არსად და ასე შემდეგ და აბა ღალატის ფაქტი როა გაკეთებულია ყველა უნახეთ ეს ღალატის ფაქტი მაშინ კიდიათ სახელმწიფო როდესაც პატარა საფრთხეს კია თქვენი პროვოცირების არ გინდათ რომ ამას პასუხი გასცეთ მერე ხელისუფლებაში რო ზიხართ მერე მაგარი ტიპები რო ხართ მერე უძლიერესი სახელმწიფო მმართველობის იმიჯი რო გინდათ მიიღოთ ქოცებო თქვენ დედამოწყნულებო თქვენ გონიათ ამას გაგიტარებთ აი ეს იქნება ეს ფაქტი არა ის რომ შეიშმელაშვილი დედამოწყნულია და თქვენ გამოიყენეთ არამედ თქვენი დუმილის ფაქტი სამშობლოს ღალატის ასე გატარების იქნება თქვენს საფლავზე კუბოს უკანასკნელი ფიცარი და ბელტი დაიმახსოვრეთ ეს რა კარგად დაიმახსოვრეთ